ჩვენთან არს ღმერთი. დღეს უდიდესი და უბწყინვალესი დღეა კაცობრიობის ისტორიაში, რადგან ადამიანის სიყვარულის გამო ღმერთმა ინება რომ ჩვილად დაბადებულიყო დიდ სიმდაბლეში, გამოქვაბულში და ბაგაში მიწოლილიყო დიდება უფალს. თამდავლობაშია ყველაზე დიდი სიდიადე. ამ პარტავნებამ ანგელოზი ეშმაკათ აქცია, ხოლო სიმდაბლე შეუძლია რომ ადამიანი აღიყვანოს ზეცამდე და ამის მაგალითი უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოგცა დიდება მას. მშობა არის განსაკუთრებული დღე. ადამიანი ალბათ ბოლომდე ვერც იაზრებს რა დღე არის ეს. ბოლომდე ვერ წდება ადამიანის გონება, თორემ მადლიერებით აღივსებოდა. მოწყალების დღეა, გადარჩენის დღეა, იმედის დღეა, სიყვარულის დღეა. გაუგონარი რამ მოხდა. ღმერთმა ინება რომ განკაცებულიყო. და იმიტომ რომ ადამიანი უყვარს, ადამიანი გადაერჩინა. და დღეს ჩვენ მარხვის ბოლოს ფიქრობთ ალბათ, რატო დავიწყეთ ეს მარხვა? რას ვავედრებოდით უფალს? ალბათ იმას, რომ ჩვენც ბაგა უყოფილიყავით და ის გამოქვაბული, სადაც უფალი დაიბადებოდა. ბაგა მაინც იყოს ადამიანი, ბაგა ოქრო და ვერცხლი და ძვირფას ჭურჭელი თუ ვერ იქნება, ბაგა მაინც იყოს, უფალი ამას არ უარყოფს. არ კრავს ხელს ადამიანს. აი დღეს ასობით ადამიანი თვლა აღარ იყო ეზიარება ამ წმინდა ტაძარში, რომელი ვართ წმინდა, რომელი ვართ განსაკუთრებული, სამართლიანი, სიკეთით სავსენ. ყველა ცოდვილად ვაღიარებ თავს. არ ჩვენი ბაგე უარყო უფალმა, არ ჩვენი გული უარყო უფალმა, არ ჩვენი სხეული არ უარყო. ყოველ დღე ადამიანისადმი უდიდეს სიყვარულს ავლენს უფალი ღმერთი ჩვენი. როცა რაღაცა სიკეთეს აღასრულებო, შენ ბაგა ხდებიო, შენ გულში მადლი მოდისო, შენ გულში უფალი იბადება. როცა უფლის ცნებას ასრულებ, შენ გულში უფალი მოდის. საოცარი ღამე იყო. ავგუსტუს კეისარმა გამოსცა ბრძანება, რომ აღწერილიყო მისი იმპერია და კერძოდ იუდია შედიოდა მის იმპერიაში. როდესაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე დაიბადა ადამიანის ხსნისათვის. და ღვთისმშობელი დედა მარიამი მეფეთა შთამომავალი იყო, თუმცა დამცრომილი იყო იუდეველთა მეფობა, მაგრამ გვარი მაინც ინარჩუნებდა თავის სახელს. და მიდიან ბეთლემში და იქ გამოქვაბულში ხდება შობა მაცხოვრისა. და მთელი ზეცა ამ დროს ცა გაიხსნება, გადმოდიან ანგელოზები, აუწყებენ წყემსებს, რომელიც განანდა მწია საპასექო ცხვარს. რატო აუწყებენ? მე ბევრჯერ მithქვამს, მაინც და მაინც წყემსებს. რატო იწყებენ მათით? და ერთ-ერთი ის არის, რომ საპასექო ცხვარი წინასახე იყო იესო ქრისტესი. ის რომ დაიკლოდა, ამით მიანიშნებდნენ, რომ მოვიდოდა ქრისტე, რომელიც მესია, რომელიც ადამიანთათვის დაიკლოდა, ჯვარს ეწოდა. და ეს ბოლო კრავი დაიბადა. აღარ იყო საჭირო საპასექო კრავი, ხსნელი დაიბადა. წყემსი იყვნენ და წყემსობა დიდი რამეა. ყველა ადამიანს ევალება წყემსი იყოს საკუთარი ენისა, საკუთარი თვალისა, საკუთარი გონებისა, გულისა. ისინი მგლისგან იცავდნენ ცხვარს და ადამიანმა უნდა დაიცას თავი, რომ სათნოებები არ წასდაცოს ეშმაკმა, ამ წუთისოფელმა და მისმა ნებიანმა სურვილებმა. სახმილავს იხუმლიმლიდნენ, ანუ ღამეს ათენებდნენ. ანუ რას ნიშნავს? უნდა ადამიანი ხიზელი იყოს,
გრძელი გონება უნდა გქონდეს სულიერ ცხოვრებაში და მას ეხარება უფალი ვინც გაუფრთხილდება თავის ზღვარს ანუ თავის სათნოებებს ვინც არ დაზოგავს თავს და ღამე და თქვენ არ დაზოგებთ არ ხულობდით ერი ბერი მსოფლიო რხინობდა აი ახალი წლები გუშინ წინ იყო ადამიანებს თავი ჰქონდათ რამე ჩაყოფილი სადილებში და სასმელში და ქრისტიანები რაღაცნაირად თავს იკრძალავდნენ რაღაცა საზეპურო ერია ყველა ქრისტიანი გამორჩეულია სხვებისგან რითი გამოირჩნენ რა მოიტანა უფალმა რითი გამდიდრა უფალმა ადამიანები უპირველესად რწმენით გამდიდრა ეს უფალმა მოიტანა რწმენით შეუძლია ადამიანს ის რასაც სხვები ვერ აკეთებენ ის გააკეთოს აბა ამარხული ადამიანი აბა ამლოცი ადამიანი აბა იდგეს მთელი ღამე ფეხზე ლოცვად გწამ თქვენი ღმერთისა თამდაბალ გულში მადლი იშვება აი ეს არის უდიდესი სათნო სიყვარული გააქვთ ღვთისა სიყვარული რო არ აქონდეს ცოტა მაინც არ ჩადგებოდა ღვაწში ადამიანი არც ერთ შემთხვევაში მოთმინება რამ ხელა რამ არის უფალმა რამ ხელა სახე გვაჩვენ ამის გამდიდრა ადამიანი უფალმა და უდიდესი ძალაუფლება მისცა ერთ ჯვარს გამოისახავს და ბოროტი სული განკარდებია რისი ძალაუფლება მიეცა შვილი ეწოდა ღვთისშვილი ეწოდა ქრისტიანს აი როგორი არის ძე აღარ არის მონა არამედ შვილი ეწოდა და იმ წემსებს ვამბობდი აი ესე გახდება თუ ესე იგი ამ წემსებივით ექნებიან მხიზლად და უდარაჯებენ სათნოებებს და ანგელოზე მაიგალობეს დიდება მაღალთა შინა ღმერთსა ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოებაო აი ეს არის თავარი ღვთის დიდება არის საჭირო ღვთის მადიდებელი ადამიანი ესათნოება უფალს ანგელოზებრივ სახეს აძლევს ანგელოზები არ ხოვენ არაფერს ხოლო დადიდებენ ღმერთს ქვეყანას მშვიდობა სჭირდება უფალმა ჭეშმარიტი მშვიდობა მოიტანა რომელი მშვიდობა იყო ეს ღმერთსა და ადამიანს შორის დარღვეული იყო მშვიდობა და მოიტანა უფალმა მშვიდობა აღდგა ურთიერთობა ღმერთსა და ადამიანს შორის ახალი აღთქმა ამიტომ ეწოდა აღთქმა განემარტება კიდევ ახალი კავშირი ახალი აღთქმა ახალი კავშირი ძველი დარღვეული კავშირის აღდგენა მოხდა და რა კაცთა შორის სათნოება სიყვარულია ყველაზე მთავარი სიყვარული სათნოება ადამიანის და ღმერთის ეს არის ყველაზე დიდი მცნება აი ეს არის მთავარი და ამათ გარდა რა მოხდა მოგვები მოვიდნენ და ვარსკვლავი უძღვებოდა და ჯერ იერუსალიმში მოიყვანა ვარსკვლავმა და მერე თვითონ იქ სადაც უფალი იმყოფებოდა ისე იგი უფალიო მამები ამბობენ არასოდეს მიგატოებს აი როგორც ისინი ნელა ატარა ამ გზაზე წლები მოდიოდნენ ზოგიერთ წელსაც იქ აღმოსავლეთიდან ვიდრე იერუსალიმამდე და მერე ბეთლემამდე და უფალსაც ნელ-ნელა მიყავს ადამიანის სათნოებათა კიბეზე უცებ ვერ გახდება ადამიანი წმინდანი უცბად არაფერი არ ხდება ფოკუსები არ ხდება ეკლესიაში დიდი შრომა და ჯაფა აი ბეთლემში იგულისხმება გოლგოთაც გამოქვაბული გოლგოთასაც ნიშნავს რატო მისი შობი დაიწყო გოლგოთა ყველა ადამიანმა ეს გზა ეს ჯვარი უნდა გაიაროს და გოლგოთას მოყვა აღდგომა აუცილებლად მოყვება ეს სამი რამ მოხდა შობა ბეთლემში შობიდან დაიწყო გოლგოთა და გოლგოთის მერე იყო აღდგომა აი ეს არის ქრისტიანის გზა ეს მოიტანა უფალმა მოგვებმაო ცარელა არ მივიდნენ უფალთან იცით ეს თქვენ რომ მოართვეს ოქრო გუნდრუკი და მური არის მირონი ნელსაცხებელი მიცვალებულებს მურავდნენ რადგან მალე იხრწნებოდა იქ აღმოსავლეთში ძალიან ცხელა იცით მაგრამ ოქროთი დაიწყო
ოქრო მოართვეს და აღიარეს ჭეშმარიტ მეფე. ისი სიწმინდე აღიარეს ოქროს სიწმინდის სახია. დედა მესმე ფური ძალაუფლება. გუნდრუკი მოართვეს ღმერთს და გუნდრუკს წირავთ ხოლმე ღმერთის წინაშე, როცა ვლოცულობ. შუამავალი იყო ძე ღვთისა მამის წინაშე. მისი მოღვაწეობა, მისი ჯვარცმა ესათნო მამას და შეიწყალა კაცობრიობა, შეიდგო კაცობრიობა. მოიძია დაკარგული კაცობრიობა უფალმა. ძის მეშვობით მოხდა გამოხსნა. გუნდრუკი მიართვეს როგორც ღმერთს და ღმერთის წინაშე შუამავალს ძე ღვთისას და მური, ანუ მირონი, როგორც სიკვდილ გამცდელს, რომ ადამიანთა გამო მოკვდებოდა ვეთლემში დაბადებული უფალი და მამები წერენ, რომ ჩვენ როგორ მივიდეთო ცარიელი უფალთან. ის ბაგა არ დაიწუნა, იქ იყო ჭუჭრის, გვერნის, 1000 სიღატაკე და სიბინძურე, გამოქვაგულისა ცხვართა სადგომი იყო და ძროხათა და ჩვენც არ დაგვიწუნა, მაგრამ რაღაცა ხო უნდა მივართვათ უფალს. ამბობენ მამები, რა შეიძლება მიართვას? აი ოქრო როგორ უნდა მიართვას? სხვადასხვანაირი განმარტება მე მithქვავს, სხვა დროს ალბათ გახსოვს, მაგრამ მე არ მინდა ის გავიმეორო. ეხა ეს მინდა იცოდეთ, რომ აი ოქრო სად პოულობენ, სად ეწებენ მიწაში. აი ესევე ადამიანი უნდა ჩაღრმავდეს თავის თავში, ბნელ მიწაში პოულობენ, არა? აი ადამიანის როცა ინათლება, ნიჭები ეძლევა სულისა წმინდისა. და მე ადამიანი ცოდვების გამო ბნელდება და თუ ადამიანი ჩაღრმავდება, იპოვის იმ ნიჭს, რომელიც ნათლობის დროს მიეცა და აი ამ ნიჭით იმსახურებს უფლის წინაშე, ეს იქნება ოქრო. ანუ როცა ადამიანი ჩაღრმავდება თავის სულში, იქ ოქროს იპოვის, ანუ სულიწმინდის ნიჭს და უფალს მიართვეს, ამ ნიჭით ემსახურება. გუნდრუკი ზეცამდე ადის, სურნელოვანია, კეთილსურნელოვანია. და რა არის ეს? აი ანგელოზები, როგორც მიწიდან მაღლდება, ესე მაღლდება საკმეველიც. საკმეველი სახია ლოცვისა, როცა ქრისტიანი ლოცულობს უფლის წინაშე. კეთილსურნელოვანია უფლისათვის. ის სიტყვები, რომელსაც ადამიანი წარმოსთქვავს უფლის სიყვარულის გამო, მისი ლოცვები საკმეველს გავს. აი თქვენ როცა ტაძარში ხართ, მართალია იღლებით და ველი რო თვალს მოაფარებს, აქეთ-იქით ჩურჩულო და რაღაცა გონებით სადღაცა დარბი ხართ, ან გარეთ გადიხართ, ეს ნიშნავს, რომ ვერ ლოცულობ. მე დავითნე რას კითხულობს, ვერ უერთებ თქვენ გულს. ანუ ის საკმეველი არ არის, არ გაგაჩნიათ საკმე. თუ უერთებ შენ გულს და გონებას, შენ საკმევლის შემწირველი ხარ უფლისადმი. იქ გალობენ, იქ მდელი ღაღადებს, იქ დიაკონი, იქ მთავარი, როცა საკათედრო დაძრებია და ხალხი სადღაც არის. აი ხან დარდით შევხედავ ხოლმე, ხან ჩემთავსა და სხვასაც ან სტიხაროს ან სანემა, როცა რაღაცაშია გართული, ვერ სწირავს გუნდრუკს უფალს, ლოცვას ვერ სწირავს. კეთილსურნელობად ვერ ადის, მისი ბაგებიდან ლოცვა და ლოცვისთვის მოვიდა, იმის უფალს რაღაცა შეეწირა. და ამიტომ ეცადეთ, რომ აქ რომ მოხვალ და სადაც ხარ, ეს კეთილსურნელობა შეეწიროთ, ლოცვა შეეწიროთ. ამისთვის მოხვედით ერთმანეთთან სალაპარაკოთ ხო არა, იმისთვის რომ უფალს გუნდრუკის შეესწიროთ, ანუ თქვენი ლოცვები. და ბოლოს სიკვდილი არის სახი გარა მირო, როგორ უნდა შეწიროს ადამიანმა ეს ძღვენი, უნდა საკუთარი ნება მოაკვდინოს. აი ადამა არ მოაკვდინა თავისი ნება, უფალმა ერთი უთხრა არ ჭამო, მან შეჭამა უფლის ნება და არღვია. არ მოაკვდინა თავის ნება და რა მოყვა ამას? საშინელება, თელი კატასტროფა მოყვა მის და კაცობრიობის. აი ნება, საკუთარი ნება უნდა მოაკვდინოს ადამიანს. თუ ქრისტეს გზას აირჩევს, ეუბნება ყოველ დილას მამაოჩენოს, როცა კითხულობს, იყოს ნება შენი, ვით არც სათაშინ ეგრეცა ქვეყანზე. ეს ნიშნავს თავის ნებას აკვდინოს. ამის სურვილი აქვს, რომ შენი ნება იყოს ჩემო ღმერთო, შენ უკეთი იცი ჩემთვის. შენ თქვი რომ თქვენ თავზე თმების კი დათვლილიაო. ჩემი ნების გარეშე არა ღერით მარჩა უმგვარდებათ.
ყველაფერი იცის უფალმა. ხანდახან ვერ უგებს ადამიანი უფალს. რატო რა ეშვება, როგორც შვილები მშობლებს ვერ უგებენ, იმათ კეთე უნდა შვილები ვერ იგებენ ამას და წინააღმდეგებიან. არადა მშობელს უკეთესი უნდა შვილისთვის. აი უნდა დაუხაროს თავი ადამიანმა უფალ ღმერთს. ამისთვის მოვიდა ღმერთი, რომ გადაგვარჩინოს, რომ ჩვენ გულში დაიბადოს, რომ ჩვენ გულში დაიდოს ბინა, რომ ჩვენი გული ბაგათ იქცეს და შეგეწიოთ შობის ზალი და მადლი თქვენა და სრულიად საქართველოს. განწმენდული ყოფილიყო ჩვენი გული, ჩვენი გონება და ჩვენი გრძნობები. უფალს აღარავითერმა აღარ შეუშალოს ხელი. დღეს ღელა სამყარო დიდი თუ პატარა უიმედობაშია, განსასწრებშია, რაღაცა აირია, დაირია. გამოსავალი ქრისტეშია, რადგან ის არის მხსნელი, სხვა არ არის მხსნელი. მან თქვა, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. აი ამაშია გამოსავალი. არადა ჩვენიერი სულ ამ გზაზე დადიოდა. არულია სხვადასხვა გზებზე, ამან მოგვიყვანა. საქართველოს ეკლესია სულია ქართველი ერისა. ამან გადაარჩინა და ბოლოს მინდა თქვა აი წინა კვირას, შობის წინა კვირას გენეალოგია წავიკითხეთ. და იქ ეწერა ის ადამიანები, რომელიც წინაპრები იყვნენ უფლის. ანუ წილი დაიდეს უფალთან. მისი გახდნენ, მისი ნაწილი გახდნენ. მათი წინაღიდან გამოვიდა კაცობრივი ბუნებით უფალი. და აი ამბობენ, რომ ქრისტეს შემდგომაც გრძელდება ეს გენეალოგია. არ დამთავრებულა. მისი შვილები აგრძელებენ, ქრისტიანები აგრძელებენ ამ გენეალოგიას. ისინი როგორ გახდნენ უფლის, ესე იგი წინაპრები კაცობრივი ბუნებით, თავიანთი ცხოვრების წესით, ღვთისმსწინებების შესწრებით. აი შეათ ამბობენ ხოლმე, ალბათ გაგიგიათ, რომ სიცოცხლის წიგნში ჩაგწეროს უფალმა. ესე ლოცავენ ხოლმე. არა მოიშალოს სიცოცხლის წიგნიდან. სიცოცხლის წიგნში იყავიო. როგორ იწერება ადამიანი სიცოცხლის წიგნში? ეს არის საინტერესო. აი ძალიან საინტერესო, როგორ იწერება ადამიანი სიცოცხლის წიგნში. თუ სახარებაო, მამები წერენ, შენ ცხოვრებად აქციე და შენი ცხოვრება სახარებად აქციე. შენ სიცოცხლის წიგნში ხარ უკვე ჩაწერილი. უფლის მემკვიდრე ხარ. შთაომავალი ხარ. იმ გენეალოგიას აგრძელებ. მისი კუთვნილება და მისი ნაწილი ხარ. ეგრე კი არ ჩაგწერეს ვიღაც მოისაზა და პეტრე ჩაწერეს, პავლე არ ჩაწერეს. გიორგი ჩაწერეს და თქვა ვახტანგი არ ჩაწერეს. არა, შენ თუ სახარებისეულად იცხოვრე. სახარება თუ შენ ცხოვრებად აქციე და შენი ცხოვრება სახარებად აქციე. შენ სიცოცხლის წიგნში ხარ ჩაწერილი. შენთვის დაიბადება უფალი. შენ იხილა უფალ, შენ განიცდი უფალ. თორე ეს მხოლოდ გარეგნული ფეერვერკული იქნება ეს დღესასწაული, რაღაც გაიხსნილებთ, რაღაცა დამთავრდება, გული ისევ ლოდად დარჩება, გამოქვაბული ცარელა იქნება, იქ უფალს ვერ იპოვი. ივეორებ, ღვთის სიტყვა უნდა შეისწავლოთ. აი უპირველესად ღვთის სიტყვა უნდა შეისწავლოთ. მიზანი დაისახეთ. ერთ წუთი სოფელი გვაქვს, რამდენი სასაკითხი არსებობს ბიბლიოთეკიდან ცვივა წიგნები, მაგრამ უპირველესად ისინი საჭიროა. უპირველესად ღვთის სიტყვა უნდა შეისწავლოს. დიდმა თუ პატარამ და მე ეს სიტყვა ცხოვრებაში გადაიტანოს. აი თუ ასე იცხოვრე, მაშინ აუცილებლად მოგიწევს რომ შენში უფალი დაიბადოს. მერე უფალი დაიბადება შენში, გაიარო გოლგოთისკენ გზა. უფლის გზა გოლგოთის გზა არის. ქრისტიანის გზა გოლგოთის არის. ანუ სახარებისეული აღსრულება, სახარების ცნებების, სიტყვების აღსრულება ადვილი არ არის. ეკლის გვირგვინი, შოლტვა, დამცირება, ჯვარი და გოლგოთა გვირგვინდება. მაგრამ იქნება აღდგომაც აუცილებლად, აღდგომაც იქნება. აი მე გეტყვით რომ აი თუ გინდათ რომ უფალი დაიბადოს თქვენ გულები, ღვთის სიტყვა შეისწავლეთ, შეიყვარე და ცხოვრებათ აქციე. დაგლოცოთ უფალმა, გაგახაროთ.
დალოცოს ჩვენი ერი და ბერი, ჩვენი უწმინდესი პატრიარქი დალოცოს. უფალმა წყალობა მოიღო მასზე და გაუგრძელა დღენი, მიანიჭა სიცოცხლის ხანგრძლივობა, ტრის თვალების დასავსება და მოყვასის გასახარებლად, ტრის დასადუმებლად და მოყვასის აღსავსებად. 47 წელი მამამ მთავარი არის, პატრიარქობის ჯვარს ზიდავს. 47 წელი გოლგოთაზე დგას ქართველებისთვის, ქრისტიანებისთვის, ყველა ქრისტეს მოყვარულისთვის. ქართველთა პატრიარქს ღმერთმა მისცა იმდენი წელი, რომ პატრიარქობისა, რომ არც მართლმადიდებლურ სამყაროში, როგორც ვიცით, არც კათოლიკურს და არც სხვაგან ამდენი არ მიუწია. ჩვენ არ უფრთხილდებით იმას, ვისაც უფალი უფრთხილდება. აგერ 92 წლის შეიქმნა პატრიარქი და აი იმ დღეს იყო ჩანაწერი, იყო მთავრები შეხვდნენ და ისევ მამობრივად მოძღვრავდა და ასწავლიდა მათაც და სხვებსაც პატრიარქი. უპირველესად ჩვენ დღეგრძელ პატრიარქს ვილოცავთ ქრისტეს შობას, ძალა მისცეს. ეს არ არის ფიზიკური ძალები, ვის რაში სჭირდება გამოქვაბულში ჩავიდა შიომღვიმელი 15 წელი და იქ ლოცულობდა. თავარი არის ლოცვა, ლოცვათ არის პატრიარქი ქცეული, ლოცვა. ამათ რა სჭირდებათ მე არ ვიცი. სასულიერო პირის პირველი მოვალეობა ეს არის ლოცვა, მარხვა, რომელიც ფრთანია სულისა და აღიყვანს უფალს. ვისი ლოცვით არის კიდევ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი წმინდანების ლოცვით. ჩვენი მღვდელმთავრები, თავგადადებული მღვდელმთავრები, ვერავის ვერ დავიწუნებ, ყველას დიდი ჯვარი აქვს, ყველას თავისი სატარებელია. ანგელოზი არავინ არ არის დედამიწაზე. ანგელოზები ზეცაში არიან. ყველა მიდის და მისტირის თავის სუთისოფელს. ყველას ჯვარი თავის ჯვარი უკრე. საკუთარ თავს ვერ აწესრიგებს ადამიანი საკუთარ ოჯახს და რამხელა ეპარქიები აბარიან. რამდენს უძლებენ. ჩვენი სამღვდელოება რამდენს უძლებს. ყოველთვის ქვანასროლი ის არის სამღვდელოება და რატო იცით? სხმოიარხეს ესვრიან ქვას. თუ არაფერი ასხი, არაფერს არ ესვრიან. აი ეს უნაყოფო ხეები, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებიათ, ნაყოფიერ ხეებს ესვრიან ქვას. დალოცოს ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ბერმონაზნობა, ჩვენი მრევლი, აი ამ მრევლის ის თავკურთხევით მთელი საქართველოს და მთელი საქრისტიანოს მრევლი დაილოცოს, შობას ულოცავს. ქრისტე დაიბადოს ჩვენ გულებში. ის სიხარული, რაც მოგვებმა, რაც წყემსებმა, რაც ანგელოზებმა, რაც იოსებმა მართალმა და ღვთისმშობელმა გაიცადა, ამ სიხარულის მოცილე ყოფილიყავი და გამცდელი. გაგვეგოს ის სიხარული, რაც მათ გაიგეს. მრავალ შობას დაესწარი, წყალობით აივსე, სიხარულით აივსე და გაგახაროთ უფალმა ღმერთმა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, წყალობით აგავსოთ. ხსნილია ყოვლითურთ მიწიერი სიხარულის მოყვება, სულიერი სიხარულის უფალი არ ატოვებს და იმედია რომ სულიერი უფრო გაგვიხარდა ვიდრე ხორციელი. ღმერთმა წყალობა გაგატანოს, საქართველო გაახაროს. დაღლილი საქართველო გაახაროს, იმედი რომ მოიტანა უფალმა ბეთლემს, აი ეს იმედი არ გაცუდებული იყოს. ამინ. რათა რომელნი ვარსკვლავსა წახურებდე, ვარსკვლავისაგან იზავეს დაღანის ზემა ჩემი, ზეოსი მართლისაო, რომელი აღმობრწყინდი, მაღალი და აღმოსავალი, უფალო დიდება შენდა. დიდება, დიდება და დიდება კონდეს ბეთლემში დაბადებულსა, ღმერთსა ჩვენსა უფალსა იესო ქრისტეს. ამინ.